მისი დაკრძალვა უკვე დაწყებული იყო. ის ჯერ კიდევ არ ჩავარდნილა ნაპრალებში. დღეს 2026 წლის 4 ივნისია. ხუმბუს კრინულის ჩანჩქერი ევერესტზე 18000 ფუტის სიმაღლეზე. მთაზე ყველა გიდი, ყველა სამაშველო ჯგუფი, ყველა საძიებო ვერტმფრენი უკვე სახლში იყო დაბრუნებული. არავინ მოდიოდა. მან ამ მთაზე თითქმის 40 წელი გაატარა ისე, რომ ოდესმე მეორე ბანაკზე მაღლა არასულა. რამდენიმე დღის წინ მისი საქმე იყო სხვებისთვის ჩაისთვის წყლის ადუღება. ევერესტის ნაგვიჟდბუ სეზონის ბოლო დასუფთავებას ატარებს, როცა ერთ-ერთი მათგანი მაღლა ფერდობზე იყურება და ჩერდება. კაცი მათკენ მიძვრება ხელებითა და მუხლებითით. არც ჩექმები, არც თოკები, არც ჟანგბადი. თითქოს საშინელებათა ფილმიდან იყოს. მისი სახელი იყო ჰილარი დავა შერბა. ის არ დაკარგულა, ის დატოვეს. მთელი 6 დღის განმავლობაში არავინ ეძებდა უბრალო შერბას. აი ესე დატოვეს 2026 წლის ევერესტის უკანასკნელი კაცი იქ, სასიკვდილოდ. ერთი შერპა ამ წუთას არ დავასახელებ არავის მეგობრებო, რადგან მგონია რომ შერპა დავკარგეთ მთაზე. მოგესალმებით ექსტრემეთში. ჩემთვის მართლაც ირონიულია, რომ ჰილარი დავა შერპა, რომლის ოჯახმაც უკვე დაიწყო მისი დაკრძალვის რიტუალები, სახელი ედმუნდ ჰილარის პატივსაცემად დაარქვეს. პირველი ადამიანი, ვინც ევერესტის მწვერვალს მიაღწია. თითქმის შეუძლებელია გაიგო, როგორ შეიძლება ადამიანი ევერესტის მთაზე სასიკვდილოდ მიოდმიოდოვონ, თუ არ შეხედავ იმ აბსოლუტურ ქაოსს, რაც 2026 წლის ასვლის სეზონზე იყო. ნეპალმა წელს რეკორდული რაოდენობის 492 ასვლის ნებართვა გასცა და სეზონის ოფიციალურად დაწყებისას ევერესტზე 1000-ზე მეტი მთამსვლელი და გიდი იმყოფებოდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. მთავრობამ ამ სეზონზე ნებართვების საფასურად მილიარდ რუპიაზე მეტი შეაგროვა. ეს საჯაროდაც კი გამოაცხადეს, თითქოს ლატარიაში მოეგოთ. ნეპალში ამ წლის ამინდიც კი უბრალოდ ქაოტური იყო. მარტი და აპრილი, თვეები, რომლებიც წლის ყველაზე მშრალ პერიოდად ითვლება. წინმუსონური სიწვიმები ჰქონდა, ხოლო მაისი, რომელსაც წინმუსონური წვიმები უნდა მოეტანა, ჩვეულებრივზე უფრო მშრალი იყო. ბევრ ექსპედიციას თავისი გეგმების გადადება მოუწია. და რაც კიდევ უფრო ამძიმებდა მდგომარეობას, ევერესტზე ასასვლელ ერთადერთ ბილიქს უზარმაზარი არასტაბილური ყინულის მასა 10 სართულიანი შენობის ზომის გადაკიდებოდა. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც სეზონი გახსნილად გამოცხადდა, ხელისუფლებამ ეს ბილიკი 2 კვირაზე მეტ ხანს დახურა. სანამ გამოსავალს ეძებდნენ, ასეთი დაყოვნება კი მთელ სეზონზე მოსულ მთამსვლელებს ერთ შეუძლებელ დროის მონაკვეთში აქცევს. ასე რომ 1000-ზე მეტი მთამსვლელი და გიდი ბაზის ბანაკში იყო გაჭედილი. ფულს ხარჯავდნენ და ჭკუიდან გადადიოდნენ, სანამ ყინული დასტაბიურდებოდა. როცა მთა ბოლოს და ბოლოს მაისის შუა რიცხვებში ისევ გაიხსნა, დაგროვილი წნევა ერთდროულად ამოხეთქა. ყველას მწვერვალზე არ სვაუნდოდა, უსაფრთხოებასა და წესებს ყურადღებას არავინ აქცევდა. და თითქოს ესეც არ იყო საკმარისი, უსაფრთხოების კიბეებზე პასუხისგებელმა ჯგუფმა სწორედ იმ დროს გამოაცხადა, რომ 29 მაისს ყველა თოქს მოხსნიდნენ და ყველაფერს ჩაალაგებდნენ. გამონაკლისების გარეშე, თუ მანამდე მწვერვალზე არ ახვედით, ერთადერთი რაც დაგრჩებოდათ იყო მომავალი წლის ცდა. ექსპედიციის კომპანიები პანიკაში ჩავარდნენ. მათ იცოდნენ, რომ როგორმე უნდა აეყვანა თავიანთი კლიენტები მთაზე, სანამ დრო ამოიწურებოდა. თუნდაც ამისთვის წესები ოდნავ დაერღვიათ. ან ყველას აჭედავდნენ ზღვის დონიდან მაღლა არსებულ სახიფათო ბილიკზე, ან დიდ ძალ-ფულს კარგავდნენ. და ამ ყველაფრის შუაგულში არ მოჩნდა ადგილობრივი ბანაკის მზარეული 50-ებში მყოფი ჰილარი დავა შერპა. მისმა მშობლებმა მას სახელი მისცეს სერ ედმუნდ ჰილარის პატივსაცემად, ცნობილ მთამსვლელს, სვლელს, მაგრამ სერ ჰილარისგან განსხვავებით, გავა ექსპედიციის კლიენტი არ იყო. ის ამ მთებში ტვირთებს ატარებდა ჯერ კიდევ მოზარდი ასაკიდან. მას თითქმის 40 წლიანი გამოცდილება ჰქონდა კლიენტების უფრო დაბალ 21000 ფუტი ამ მწვერვალებზე აყვანაში, მაგრამ ევერესტზე მანამდე არავინ აუყვანია. ამ ექსპედიციისთვის დავა სპეციალურად დაიქირავეს წყლის დასადუღებლად და აღჭურვილობის მხოლოდ მეორე ბანაკამდე 21000 ფუტამდე ასატანად. მისი კომპანიის სადაზღვეო პოლისი სწორედ ამ სიმაღლეზე მთავრდებოდა. და ეს არის პირველი ნაწილი ქაოტური თავსატეხისა, რომელშიც დავა აღმოჩნდება. და მეორე ნაწილი. ჰილარი დავა მუშაობდა ორგანიზაციაში სახელად Himalayan Traverse Adventure. ეს არის პატარა კათმანდუში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელსაც დიდი პრობლემა აქვს. ფული $15000, უფრო ზუსტად $15000. მეტი $1000 სწორედ ამდენ სახტევინებდა ნეპალი ორგანიზატორს უცხოელი მთამსვლის ასვლის ნებართვაში 2026 წელს. Himalayan Traverse უბრალოდ არ ხავდა საკმარისი გადამხდელი კლიენტები, რომ საკუთარი ევერესტის ნებართვა აეღო. ამიტომ მათ იყიდეს ასვლის ნებართვის წილი 8 ექსპედიციებთან ერთ-ერთ ყველაზე დიდ ორგანიზატორთან ნეპალში. ამ შეთანხმებას სხვისი ნებართვით სარგებლობა ჰქვია და მცირე ოპერატორები ამას ხშირად აკეთებენ. ეს კანონიერია, მაგრამ ასევე ნიშნავს, რომ თუ რამე არასწორად წავიდოდა იქ ზემოთ, არც ერთი კომპანია რეალურად არ იყო მზად რომ მოსულიყო და გადაგერჩინათ.
2026 წლის 27 მაისისთვის, ანუ მხოლოდ 2 დღით ადრე, სანამ ეკიპაჟი თოკებს ჩამოხსნიდა, Himalayan Traverse 2 უცხოელი კლიენტი დარჩა 2026 წლის ევერესტის მწვერვალის ასვლისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მწვერვალზე ასვლის მცდელობა განხორციელებული. პირველი იყო მარიუს შმილოვსკი, გამოცდილი პოლონელი მთამსვლელი. მეორე იყო Chris Trally, ბრიტანელი ყოფილი სამეფო საზღვაო ქვეითი, 50-ების შუაში მყოფი, რომელიც ევერესტზე ადიოდა პირადი კამპანიის ფარგლებში, რათა შეეგროვებინა თანხა და გაეზარდა ცნობიერება ვეტერანების თვითმკვლელობისა და პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის შესახებ. Chrisma ექსპედიციის დასაფინანსებლად ფულიც კი ისესხა და მას YouTube-ზე საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰყავდა, რომლებიც მთაზე მისი ყოველი ნაბიჯის ყურებით ინტერესდებოდნენ. ზეწოლა ძალიან დიდი იყო. მაგრამ კომპანიას ასევე სერიოზული საკადრო პრობლემა ჰქონდა. მათ მხოლოდ ერთი ხელმისაწვდომი გიდი ჰყავდათ, 2 გადამხდელ კლიენტზე. მისი სახელი იყო Ang Ferba. მას წლები ჰქონდა გატარებული ამ მთაზე ხალხის უსაფრთხო დაყვანასა და ჩამოყვანაში. ეხლა მას 2 კლიენტი ჰყავდა და მათემატიკა მის მხარეს არ იყო. ერთი გიდი 2 მთამსვლელზე სიკვდილის ზონაში უბრალოდ ვერ იმუშავებს. თუ ერთი კლიენტი დაეცემა, ოსტატი გიდის მთელი ძალა მხოლოდ იმ ერთის ჩამოყვანა სჭირდება. და ამას გარდა, გიდმა უნდა ჩამოიყვანოს გონზე მყოფი კლიენტიც. ეხლა წარმოიდგინე, თუ ორივე კლიენტი დაეცემა და მხოლოდ 48 საათი რჩება. ამიტომაც მათ ის გააკეთეს, რასაც ბიუჯეტური ორგანიზატორები ზეწოლის ქვეშ აკეთებენ ხოლმე. მიმოიხედეს, თუ კიდევ ვინ ყავდათ მთაზე და პასუხი იყო ის ბიჭი, რომელიც მეორე ბანაკში წყალს ადუღებდა. მათ სთხოვეს დავას, რომ მწვერვალის გიდის როლი შეესრულებინა და დავამ, რომელიც სწორედ ასეთ შესაძლებლობას ეძებდა, დათანხმდა. სახლში ოქალდუნგაში მისმა 18 წლის ქალიშვილმა მენდო ლამომ ახლახან დაასრულა სკოლის საბოლოო გამოცდები და კოლეჯში უნდა დაეწყო სწავლა. ის იყო ერთადერთი, ვინც ოჯახისთვის ფულს შოულობდა, რამდენიმე $1000 ნამდვილად გამოადგებოდა. ასე რომ 2026 წლის 27 მაის საღამოს 10:30 საათზე კრისი, მარიუში, ანგი და ადამიანი, რომელიც ევერესტზე მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ესეთ როლში არასდროს ყოფილა, ყველანი ერთად გავიდნენ მეოთხე ბანაკიდან მწვერვალისკენ. მეოთხე ბანაკი სამხრეთ კოლზე მდებარეობს, დაახლოებით 26,000 ფუტის სიმაღლეზე. აქ იწყება ოფიციალურად ეგრეთ წოდება სიკვდილის ზონა. აქ ზემოთ მხოლოდ ზღვის დონეზე არსებული ჟანგბადის მესამედია. თქვენი საჭმლის მონელებელი სისტემა წვეთს მუშაობას, სისხლის ქელდება, თქვენი სხეული პირდაპირ მნიშვნელობით იწყებს სიკვდილს და წამიდანვე როგორც კი აქ მოხვდებით, დრო იწყებს ათვას. ევერესტის მწვერვალზე ასვლის სტანდარტული სტრატეგია საკმაოდ მარტივია. თქვენ ტოვებთ მეოთხე ბანაკს შუაღამისას და ბნელში ადიხართ ფარანებით. მიზანია მწვერვალზე 8-9 საათისთვის ახვიდეთ. იგებთ ფოტოებს და შემდეგ დღის სინათლეს იყენებთ, რომ დაშვებისას ყველაზე საშიშ მონაკვეთებში გაიაროთ. მაგრამ ეს გუნდი ჩვეულ მდგომარეობაში არ იყო. Chrissy ექსპედიციის დასაწყისში მძიმე დაავადდა. იმდენად რომ მკურნალობისთვის კატმანდუში გადაფრენა მოუწია, სანამ ისევ მთაზე დაბრუნდებოდა. მარიუსს დაპირდნენ 7 ჟანგბადის ბალონს მწვერვალზე ასვლისთვის, მაგრამ ისინი არ მიაწოდეს. დავა პირველად იყო სიკვდილის ზონაში თავისი კარიერის განმავლობაში, ისეთ სიმაღლეზე, სადაც ამ მთაზე არასდროს უმუშავია. ეს გუნდი სწრაფად არ იმოძრავებდა. როდესაც ისინი იმ ციცაბო ყინულიან ფერდობზე სიბნელეში ასვლას დაიწყეს, ძალიან ნელა მიიწევდნენ წინ. ყოველი ნაბიჯი რამდენიმე სუნთქვას მოითხოვდა. ისინი იმდენად ნელა მიდიოდნენ, რომ დილით, როცა უკვე მწვერვალზე უნდა ყოფილიყვნენ და უკან უნდა ბრუნდებოდნენ, ისინი კი ჯერ კიდევ ადიოდნენ. მთის მაღალ ნაწილში სადღაც და ზუსტად არ ვიცით როდის, მარიუშისთვის ყველაფერი არასწორად წავიდა. მისი დამატებითი ჟანგბადის აპარატი გაფუჭდა და ხელოვნური ჰაერის უწყვეტი ნაკადის გარეშე ჟანგბადის ნაკლებობა მაშინვე დაიწყო მისი სხეულის დაზიანება. მის ხელებსა და ფეხებში დაბუჟება დაეწყო. მოკლინვა ეწყებოდა. მარიუშმა იცოდა, რომ თუ ზევით ასვლას გააგრძელებდა, უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებდა. ასე რომ დაახლოებით 27,700 ფუტის სიმაღლეზე მან გონივრული გადაწყვეტილება მიიღო, რომ სიცოცხლე გადაერჩინა და ასვლა შეწყვიტა. დავამ, როგორც გიდმა თავისი მოვალეობა შეასრულა, უკან მობრუნდა და მარიუში ყინულზე ჩამოაცილა, მეოთხე ბანაკის კაროებში შერვებით უსაფრთხო ადგილამდე მიაცილა. მაგრამ Chrissy, Chris Trally, ოფირის სამეფო საზღვაო ქვეითი იყო. მას ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს ონლაინ ტრეკერზე. იქ ყოფნისთვის ფული ჰქონდა სესხებული, ის უკან არ ბრუნდებოდა. ასე რომ ის და Ang Ferba უფრო მაღლა ავიდნენ სიკვდილის ზონაში. დილა მოვიდა და წავიდა. და შუადღევი გაიწელა. მაღალმთიან ალპინიზმში თითქმის რკინის წესია, რომ თუ უკიდურეს შემთხვევაში 2 საათამდე მწვერვალზე არ ახვედი, უნდა დაბრუნდე. წერტილი. მთის ზედა ნაწილში ბნელში გაჭედვის რისკი ძალიან დიდია. მაგრამ Chrisma და Ang Ferbam სრულიად დაიგნორეს 2 საათამდე დაწესებული ვა და აგრძელებდნენ ცოცვას, სანამ ევერესტის მწვერვალზე დაახლოებით 5 საათზე არავიდნენ. სოფლიოს მწვერვალზე იმ დროს ასვა წარმოუდგლად სარისკო იყო.
იმ მომენტისთვის ისინი უკვე დაახლოებით 18 საათის განმავლობის განმავლობაში უწყვეტად ცოცავდნენ და ძალები თითქმის აღარ ჰქონდათ. და მაინც მათ უნდა შემოbrunებულიყვნენ და დედამიწაზე ყველაზე ციცაბო უმოწყალო რელიეფში შეეულოთ სულიად გამოფიტულებს და სიბნელეში. საოცრად, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ ღამე გადაიტანეს და უსაფრთხოდ ჩამოვიდნენ მეოთხე ბანაკში. მეორე დილით 29 მაისს ყველა 4 მთამსვლელი მეოთხე ბანაკში იყო მწვერვალზე ასვლის შემდეგ. ისინი ცოცხლები იყვნენ, გამოფიტულები და თითქმის აღარ ჰქონდათ დრო. ამ მთიდან ჩამოსვლის საბოლოო ვადა ახლა უკვე საათებში ითვლებოდა. მათ ქვემოთ მთიდან ჩამოსასვლელი ერთადერთი მთი მარშრუტი ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა დაეშალათ. მათ სწრაფად უნდა ჩამოსულიყვნენ. პრობლემა ის იყო, რომ ორი კლიენტი სრულიად უუნარო მდგომარეობაში იყვნენ ამის გასაკეთებლად. მარიუშ ხელებსა და ფეხებზე მოყინვა ჰქონ და რაც შეიძლება, სწრაფად უნდა ჩასულიყო დაბალ სიმაღლეზე სამედიცინო დახმარებისთვის. და კრისი სულ ახლახან ჩამოვიდა მწვერვალზე ასვლის 18 საათიანი შეტევის შემდეგ, რომელიც სიკვდილის ზონაში გაიარა. ის ძალზე დაგლილი იყო. თუ მარიუშს კრისის ტემპისთვის დაელოდა, შესაძლოა თითები ან ფეხის თითები დაეკარგა. ამიტომ ჯგუფმა ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება მიიღო. მარიუში იმ დილით ადრე ანგფერბასთან ერთად დატოვებდა ბანაკს. კრისი, კლიენტი, რომელსაც ძლივ შეეძლო RTP ფეხი მეორის წინ დაედგა, შეუწყეს დაუზღოელ ბანაკის მზარეულს, რომელსაც ცხოვრებაში არასდროს გაუწევია ვინმესთვის გიდობა მთის ზედანაწილიდან ჩამოსვლისას. როცა ანგფერბა და მარიუში მეოთხე ბანაკიდან გავიდნენ, კრისი და ჰილარი დავა ჯერ კიდევ ცდილობდნენ აღჭურვილობის ჩალაგებას და ძალების მოკრებას, რომ წამომდგარიყვნენ. იმ დროისთვის, როცა საბოლოოდ დაიწყეს დაშვება, ისინი სრულიად მარტო იყვნენ. და ვგულისხმობ სრულიად, აბსოლუტურად მარტო. პირდაპირ მნიშვნელობით, ყველა სხვა მთამსვლელი, ყველა გიდი, ყველა ექსპედიციის გუნდი უკვე დატოვებული ყავდა ევერესტს. არ იყო გამლელი გუნდები, რომლებსაც შეიძლებოდა დახმარება გეთხოვა. არც სხვა ექსპედიციის გიდი, რომელიც რამე რომ მომხდარიყო დაგეხმარებოდა. მხოლოდ ორი კაცი ნელა ეშვებოდა დედამიწაზე ყველაზე მაღალ და უმოწყალეს ფერდობზე. მეოთხე ბანაკიდან დაშვების გზა გადის თითქმის ვერტიკალურ მყინვარულ კედელზე, რომელსაც ლჰოცეს ფერდობი ეწოდება. ის ათასობით ფუტით ეშვება ქვედა ბანაკებისკენ და თუნდაც კარგ ამინჩი ყველაფერს გთხოვს რაც გავს. ეს კარგი დღე არ იყო. ხილვადობა იმდენად კარგი იყო, რომ წინარსებული თოკი გეჩვენებოდა, მაგრამ ბევრად შორს ვერაფერს ხედავდი. სიცივე ისეთი იყო, რომ აღჭურვილობაში ავწევდა. აქ ყოველი ნაბეჯი სრულ კონცენტრაციას მოითხოვდა და კონცენტრაცია იყო ის ერთადერთი რამ, რაც ორივე კაცს ძალიან აკლდა. რამდენიმე ხანს ისინი ერთად მოძრაობდნენ, ნელა, მაგრამ ერთად. შემდეგ მარშრუტის მონაკვეთზე, რომელსაც ყვითელი ზოლი ეწოდება, დაახლოებით 25,000 ფუტის სიმაღლეზე, ჰილარი დავა თავის ზურგ ჩანთაზე დაჯდა დასასვენებლად. კრისი ამბობს, რომ გაჩერდა და უკან გაიხედა. ჰილარი, გარჰორდს მაო. მან კითხა, თქვა რომ დავამ ახედა და უთხრა, კი, კარგად ვარ კრის, გთხოვ, წადი. ამიტომ კრისი შემოbrunდა და გზა გააგრძელა ქვემოთ. ამის შემდეგ 6 დღე ჰილარი დავა შერპა აღარავის უნახავს. როდესაც კრისი ჩამოდიოდა დაახლოებით 1000 ფუტით ქვემოთ, მან გზაზე თავისი თანამგზავრი მარიუშიც ნახა და ის საშინო მდგომარეობაში იყო. მისი ჟანგბადი სრულიად ამოწურული იყო. მის ხელებზე მოყინულობა ახლა უფრო გავრცელებული და შესამჩნევი იყო. მისი შერპა მეგზური, ანგფერბა, არსად ჩანდა. ამ ტემპით, ამ მდგომარეობაში ის მარტო ვერ ჩამოვიდოდა, მაგრამ როცა კრისმა აიხედა, ჰილარი ისევ იმავე ადგილას იჯდა და არ დაძრულა. მას არ ჰქონდა წარმოდგენა, ნამდვილად კარგად იყო თუ არა. ეხლა ერთი წამით წარმოიდგინე თავი კრისის ადგილზე. შენ ხარ 24,000 ფუტის სიმაღლეზე ჟანგბადის ნახევარი ბალომით. კაცი, რომელიც ზევით თოლში დატოვე, გითხრა რომ წასულიყავი და ის უკან მოხვებოდა, რაც ამ მთაზე მეგზურებს ხშირად უთქვამთ. და ეხლა პირდაპირ შენს წინ, შენნაირი კლიენტი სრულიად მარტოა. მისი დანიშნული შერპა ღმერთმა იცის საწავიდა, ხოლო სხეული ნელ-ნელა ითიშება. და ვახსენე თუ არა რომ გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ ნახევარი ბალონი ჟანგბადი გაქვს. ვგულისხმობ, ანგარიში რთული არ იყო. კრისმა გადაწყვიტა დახმარებოდა მარიუშს და ერთად გაიყვეს დარჩენილი ჟანგბადი. შემდეგ კი ერთად ჩავიდნენ მესამე ბანაკში მიტოვებულ კარავში. რაც 2 საათში უნდა გაევლოთ, 11 საათი დასჭირდათ საშინელ, თითქმის ნულოვანი ხილვადობის პირობებში. მესამე ბანაკიდან მეორე ბანაკამდე მონაკვეთის გავლას 19 საათი დასჭირდა. მათ მხოლოდ 2026 წლის 30 მაისს მოახერხეს უსაფრთხო ადგილამდე ჩამოსვლა და დაშვების ხოლო საათში დავას ფარანი მათ უკან არც ერთხელ არ გამოჩენილა. კრისმა სწორად მიიღო გადაწყვეტილება. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ის კითხვა, რომელიც არავის უნდა დასვას, რადგან არავინ იცის პასუხი.
რაც ნამდვილად ვიცით ისაა, რომ 30 მაისს კრისტმა მეორე ბანაკიდან ბაზასთან რადიოთი დაუკავშირდა და აცნობა, რომ დაუდაკარგული იყო. მათ უთხრა, რომ ბოლოს წინა დღეს ხვითელ ზოლთან ნახა და მას შემდეგ აღარ ჩამოსულა. და რაც შემდეგ უნდა მომხდარიყო, ეს იყო დაუყოვნებელი მობილიზაცია. უნდა ასულიყვნენ სამაშველო ვერტფრენები მეორე ან მესამე ბანაკში. მთაზე დარჩენილი ყველა შერპასთვის დიდი ფულადი ჯილდოები უნდა დაენიშნათ, რომ უკან თოკებზე ასულიყვნენ და ჩამოეყვანათ იგი. ზოგადი ძალისხმევა, დახმარების სურვილი, რაღაცა მსგავსი. ამის ნაცვლად Himalayan Traverse Adventures-მა საერთოდ არაფერი გააკეთა. მათ არც ერთი სამძებრო ჯგუფი არ გაუშვიათ. მათ მთაზე არც ერთი ადამიანი არ აუყვანიათ. ჰილარი დავა უბრალოდ სასიკვდილოდ მიატოვეს. და რადგან კომპანია მის ჩამოწერა, თის მექანიზმები ჩვეულებრივად აგრძელებდნენ მუშაობას. სპეციალიზებული შერპების ჯგუფი, რომელიც მათ ქვემოთ იყო, აგრძელებდა უსაფრთხოების, კიბეებისა და თოკების ყინულიდან ამოღებას, რადგან მათი აზრით ყველა ცოცხალი უკვე მთიდან ჩამოსული იყო. კატმანდუს ბანაკში ქრის თრალი შეხვდა დავას ცოლს და აცნობა, რომ ის მთაზე დაიღუპა. მისმა ოჯახმა დაიწყო მრავალდღიანი ბუდისტური სამგლოვიარო რიტუალები მისი სულისთვის. ქრისმა და მარიუშმა ინტერნეტში ემოციური პატივისცემის წერილები გამოაქვეყნეს. გლოუბდნენ ადამიანს, რომელიც როგორც ჯეროდათ თავისი სიცოცხლე მათთვის გასცირა. ყველას ეგონა, რომ ის გარდაცვლილი იყო. მაგრამ მაღლა მთაზე, სადაც მხოლოდ რამდენიმე შოკოლადის ფილა და ყინულის ნაჭრები ჰქონდა, ჰილარი დავა შერპა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. რადგან აი რა მოხდა მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ კრისი თოკებზე ჩამოიკარგა. ჰილარი საათობით იჯდა. ის ჟანგბადის ნაკლებობით იტანჯებოდა, დაღლილი და სრულიად გამოფიტული იყო. სამედიცინო თვალსაზრისით მას თვალები უნდა დაეხუჭა და აღარასოდეს გაეხილა. მაგრამ როგორღაც, როცა 30 მაისს მზე ამოვიდა, ზუსტად იმ დღეს, როცა მისი ექსპედიციის კომპანია საბაზო ბანაკში მას უკვე დაღუპულად მიიჩნევდა, ჰილარი დავა წამოდგა. და რაც შემდეგ გააკეთა, ეს ერთ-ერთი უდიდესი, აუხსნელი გამძლეობის მაგალითია ევერესტის თანამედროვე ისტორიაში. როგორღაც, ამ 52 წლის შერპან წამოდგა და ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, შემდეგ კიდევ ერთი, გზაზე დაბლა. მას არ ჰქონდა ნებისყოფა იმ მოტივაციური მნიშვნელობით. ეს იყო 40 წელი ჰიმალაის მთების ცოდნისა და ზუსტად იმის გაგების, თუ სად იმყოფებებოდა. ლოცვის ფერდობი ათასობით ფუტზე ვრცელდება ყვითელი ზოლის ქვემოთ. სრული ძალით და ჟანგბადით გუნდები მას რამდენიმე საათში გადიან. ჰილარი დავა მარტო გადიოდა მას. ბოთლის ჰაერის ერთი ჩასუნთქვის გარეშე, თითოეულ დამაგრებულ თოქს ეჭიდებოდა და თითოეულ მონაკვეთს ქვემოთ მიხვებოდა. პირველი 2 დღის განმავლობაში მან არ ჭამა. დაღლილი სხეული ჟანგბადის გარეშე მნიშვნელოვნად ანელებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ასე რომ თუნდაც მის წინ საჭმელი ყოფილიყო, მის სხეულს მისი გადამუშავება არ შეეძლო. რაც მას შეეძლო გაეკეთებინა იყო სმა, რადგან სიმაღლეზე გაუწყლოება უფრო სწრაფად ვითარდება ვიდრე შიმშილი. ყოველი ამოსუნთქვისას ტენი გამოდის თქვენი სხეულიდან და აქ თქვენ უფრო ძლიერად სუნქავთ, ვიდრე თითქმის დედამიწის ნებისმიერ ნებირწერტილში. დავა მთიდან ყინულის ნაჭრებს აჭრიდა და პირში იდევდა. კბილები საშინლად ასკივდა, ტკივილის მიუხედავად ღეჭავდა, რადგან სხვა შემთხვევაში წყურვილით მოგდებოდა, სანამ სიცივე დაასრულებდა. ერთ მომენტში ჯიბეში ხელი ჩაიყო და იგრძნო რაღაც, რაც რამდენიმე ნაჭერი შოკოლადი აღმოჩნდა. ყინულს პირში აჩერებდა, ნელა ადნობდა და ჭამდა. ეს იყო მისი საწვავი, სანამ მესამე ბანაკის მიტოვებულ კარვებამდე მივიდოდა და თითოეულ სათითაოდ გადაამოწმებდა. რადგან ექსპედიციების უმეტესობა საკვებს ტოვებს, მან ის შეჭამა, რაც იპოვა და გზა განაგრძო. გუწვფელად რომ თქვა, ამ ეტაპზე საკუთარ თავს კითხე, ნუ თუ ეს კაცი სხვანაირად იყო მოწყობილი ვიდრე დანარჩენები. რადგან მაღალი სიმაღლის მედიცინა ხაზს უსვამს იმას, რომ დამატებითი ჟანგბადის გარეშე ადამიანის ტვინი რამდენიმე საათში იწყებს ფუნქციის დაკარგვას. პირველად რაც კრება, ეს არის რაციონალური აზროვნება, რადგან სხეული ყველა დარჩენილ რესურსს იყენებს სხეულის ბირთვის გასათბობად და გულის წემის შესანარჩუნებლად, ხოლო დანარჩენზე ხელს იღებს. დავა განსხვავებული იყო. მას ზუსტად იცოდა, სად იმყოფებოდა მთელი ეს დრო. ის არ დაკარგულა და ცოცხალი იყო, მაგრამ ქვემოთ ჯერ კიდევ გრძელი გზა ჰქონდა გასავლელი. სამი ბანაკის შემდეგ დავამ თავი ძლივს გაათრია მილობით ცარიო მყინვარზე. მეორე ბანაკი სრულიად მიტოვებულ კარვებს გასცდა. 21,000 ფუტზე, სადაც თავდაპირველად უნდა ყოფილიყო და ქვემოთ პირველ ბანაკთან 20,000 ფუტზე. სანამ მთაზე ბოლო ყველაზე საშიშ ბარიერს არ მიაღწია. უსაფრთხოებაში მისაღწევად დავა უნდა გადაეკვეთა კუმბუს ყინულის ჩანჩქერი. ეს ყინულის ჩანჩქერი იყო ბოლო დაბრკოლება ჰილარისა და ევერესტის საბაზო ბანაკს შორის, რომელიც 17,600 ფუტის სიმაღლეზე მდებარეობდა. თუ მას გადაკვეთს, ის დაბრუნდება ცივილიზაციაში, სადაც ექიმები, ვერტმფრენები და ფრენა ელოდება სახლში, თავის ცოლთან და ქალიშვილთან. ამ მთიდან სხვა გზა არ არსებობს. მაგრამ ჩვეულებრივ ექსპედიციაზეც კი ეს ყინულის ჩანჩქერი უკვე ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია ევერესტზე გადასასვლელად.
ეს ნელა მოძრავი ყინულის მდინარე ბზარდება და ინგრევა გაფრთხილების გარეშე, ხოლო ნაპრალები, რომლებიც გუშინ არ იყო, ღამით ჩნდება. მხოლოდ ერთი მიზეზია, რის გამოც მთავრსროლები ყოველ სეზონზე უსაფრთხოდ კვეთენ მას. სპეციალური შერპების გუნდი კვირებს ატარებს სეზონის დაწყებამდე, რომ დაამაგროს ფიქსირებული თოკები და ალუმინის კიბეები, რათა ყველაზე საშიში ადგილები გადალახონ. და გახსოვდეთ, ეს თოკები და კიბეები პირდაპირ მთიდან იღებდნენ. დავა მარტო იყო ევერესტის ყველაზე საშიშ მონაკვეთზე, სადაც არ იყო არანაირი ინფრასტრუქტურა, არც თოკები, არც კიბეები და სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ გაევლო. მას მხოლოდ საკუთარ ხელებზე, მძიმე ჩექმებზე და იმ კუნთოვან მეხსიერებაზე უნდა დაეკრდნო, რომელიც მთელი ცხოვრება ამ მთებში ჰქონდა დაგროვებული. მაგრამ აუმინის კიბეების გარეშე, რომლებიც ამ უზარმაზარ უძირო ნაპრალებს აერთებს, კუმბუს ყინულის ჩანჩქერის გადალახვა უკვე აღარ არის ოსტატობის საკითხი. ეს რუსული რულეტკის თამაშია. ეს არ იყო იმის საკითხი, შეიწირავდა თუ არა მას მთა. ეს იყო მხოლოდ დროის საკითხი. ასე რომ გასაკვირი არ არის, რომ 2026 წლის 1 ივნისის დილით, როცა დავა ცდილობდა მოძრავ ყინულს შორის გაევლო, პირველ ბანაკთან ახლოს ფეხი დაუცდა. ის მოცურდა და პირდაპირ ჩავარდა ღრმა ვერტიკალურ ნაპრალში. იმიტომ რომ ეს ყინულის ნაპრალები ვიწრო ვის ფორმისაა, ვარდმის ძალამ იგი ძლიერად ჩაჭედა ქვედა ნაწილში, სადაც ნაპრალი ვიწროდ ეძრება. დაცემისას მან ბარძაყის ძვალი მოიტეხა. რაც კიდევ უფრო უარესია, მისი მძიმე სამთო ჩექმები მთლიანად გაიჭედა ყინულში. ერთადერთი გზა, რომლითაც მას შეეძლო თავის დამტვრეული სხეულის ამოღება ამ მახედან, იყო ის, რომ ფეხები ჩექმებიდან გამოეყო და ჩექმები სამუდამოდ დაეტოვებინა ყინულში. ორი დღე, ორი სრული დღე, დავა იყო გაჭედილი ნაპრალის ფსკერზე მოტეხილი ფეხით, ჩექმების გარეშე და ყველგან ყინულით გარშემორთმული. იცი, მაღალმთიან ცოცვაში არსებობს ასეთი ფენომენი, როცა ტვინი გთავაზობს გამოსავალს, მაშინ როცა ჟანგბადის ნაკლებობისა და სიცივის განკვდები. ის სრულ სითბოს შეგრძნებაში გახვევს და გეუბნება, უბრალოდ დაიძინე. დავა დაძინებაზე უარი თქვა. როცა ის 48 საათის განმავლობაში ყინულში იყო გაჭედილი, მისი თითები და ფეხის თითები შეუქცევადი მოყინულობისგან შალდებოდა, მისი გონება მთლიანად და მხოლოდ ოჯახზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული. ისინი იყვნენ მისი საყრდი, საყრდენი. ამ ორი დღის განმავლობაში, ერთ მომენტში, სიფცვილის განცდა. სუფთა მტანჯველი იმედი გამოიკვეთა ყინულში, როცა დავამ როტორის ფრთების მძიმე ბრახუნის ხმა გაიგონა, რომელიც ნაპრალში ეკოთ ჩამოდიოდა. საძიებო ვერტმფრენი პირდაპირ ყინულის ჩანჩქერზე დაფრინავდა. ის 8K Expeditions ეკუთვნოდა. გახსოვთ ის კოლგა კომპანია, რომელმაც უბრალოდ ნებართვის დოკუმენტები შეავსო. როცა დავას სასოწარკვეთილმა ოჯახმა გაიგო, რომ მისმა რეალურმა დამსაქმებლებმა ხელი ჩაიქნიეს მასზე, კათმანდუში კარდაკარ დაიწყეს სიარული, თხოვნით, რომ ვინმეს ნებისმიერ ადამიანს დაეწყო საძიებო ოპერაცია. 8K-ის მთავარი ოპერატორი პემბა შერპა სახელად კაცი საქმეში ჩაერთო და შემთხვევიდან 4 დღის შემდეგ მის საძებნელად გავიდა. კანონით მას ეს არ ევალებოდა, მაგრამ მაინც გააკეთა. დავამ ვერტმფრენის ხმა გაიგონა. მან ზემოთ თავზე ვიწრო ცის ზოლს შეხედა. ორივე გაყინული ხელი ორჯერ ასწია და სასოწარკვეთი დაუქნია. სიცოცხლის გადასარჩენა ტყვიროდა. მაგრამ ჰაერი და ნაპრალი უბრალოდ შავი ჩრდილია. პიოლტმა ის ვერ დაინახა, ამიტომ ვერტმფრენის ხმა თანდათან მიწყდა და დავა კვლავ სრულ დამახჭობ სიჩუმეში დარჩა. უმეტესობა იმ წამსვე მთას დანებდებოდა, მაგრამ დავა უმეტესობას არ გავდა. წარმოიდგინე, რამდენი მძიმე და დამქანცველი შრომა დასჭირდა მხოლოდ აქამდე მოსასვლელად, შრომა, რომლისთვისაც მას არც კი ჰქონდა დაზღვევა. ის უკვე ჩამოსულიყო ყვითელი ზოლიდან, გადაევლო მესამე ბანაკის მდუმარე სიჩუმე და ჩაევლო მეორე ბანაკის ცარიელ კარვებს. ეს ყველაფერი მარტო დამატებითი ჟანგბადის გარეშე გაეკეთებინა. მისი სხეული ითიშებოდა. მისი გონება იმ ბოლო ცივ ძილისკენ ილთვოდა. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა დანებება უნდოდა, თავის ქალიშვილს იხსენებდა დამუს, თავის ცოლს. მას უნდა გადარჩენილიყო. ეს გასამჯელო მათთვის სჭირდებოდა და თითქმის სამშვიდობოს იყო. ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო. ფინიშის ხაზამდე სულ ცოტა აკლდა, თითქმის სახში იყო. და შემდეგ 2 დღის შემდეგ იმ ორმოში შეუძლებელი მოხდა. დაიმახსოვრეთ, ხუმბუს ყინულის ჩანჩქერი სინამდვილეში უბრალოდ სტატიკური, გატინული ხეობა არ არის. ეს არის უზარმაზარი, წარმოუდგენლად სწრაფად მოძრავი ყინულის მდინარე, რომელიც მთიდან ჩამოდის დღეში 3-დან 4 ფუტამდე სიჩქარით. რადგან მყინვარი გადადის ციცაბო, დაგბილულ დაქანებაზე, ყინული იწელება და მძაფრად იბზარება. როდესაც დავა იჯდა თავის ნაპრალის ფსკერზე და დასასრულს ელოდა, მის ზემოთ მდებარე ერთ-ერთმა უზარმაზარმა ყინულის კოშკმა საბოლოოდ ვერ გაუძლო და საკუთარი წონის ქვეშ ჩამოიშალა.
ამან გამოიწვია ძლიერი ლოკალური ზვავი და ათასობით ტონა თოვლი ჩამოიშალა დაქანებაზე და პირდაპირ ჩავიდა ნაპრალის ღია პირში, სადაც დავა იყო გაჭედილი. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ყინული ზვავი სწორედ ისაა, რაც მთამსვლელებს ცოცხლად მარხავს. Hillary Dawes-თვის ეს ხსნა იყო, რადგან ამ ზვავმა ნაწილობრივ შეავსო ნაპრალი. და როგორც კი თოვლი დაჯდა, ეს სრულიად შეცვალა მისი ციხის გეოგრაფია. უსასრულო უფსკრულის ნაცვლად მას უკვე საკმარისი თოვლი ჰქონდა, რომ ზედაპირზე ასასვლელად ფერდობივით გამოეყენებინა. ამიტომ, რაც კი მცირე ძალა დარჩენოდა ზედატანზე და უგულებელყოფდა გატეხილი ფეხის აუტანელ ტკივილს, Hillary Dawa ამოათრია თავის ზვავის ნამსხვრევებზე და 2 დღის სიბნელეში გატარების შეტარების შემდეგ საკუთარი თავი საფლავიდან ამოიყვანა. როცა ბოლოს თავისი სხეული ზედაპირზე ამოათრია, იმ ყველაფრის ფიზიკურმა ფასმა რაც გააკეთა, მართლა თითქმის იქვე დაასრულა მისი სიცოცხლე. მისი ჩექმები დაკარგული იყო. თითები და ფეხის თითები შავი ჰქონდა, ფეხი დამტრეული, ვერც კი დგებოდა და აღარ დარჩენილიყო თოკეკები რომ დახმარებოდა. ის მიწაზე დარჩა, გაკინული ხელები თოვლში ჩაღო და დაიწყო წინ მიხოხვა. სანტიმეტრი სანტიმეტრით, ტანჯვით მიათრევდა თავს, ხუმბუს ყინულის ჩანჩქერის ლაბირინთში, მკვეთრ მყინვარულ ნამსხვრევებსა და გაყინულ თოვლზე, უსარგებლო დამტრეული ფეხით და სხეულით, რომელიც უკვე რამდენიმე დღის წინ უნდა გაჩერებულიყო. მთელი ღამე ასე მიათრევდა თავს. ის მიათრევდა თავს 4 ივნისის დილამდე და საბოლოოდ ჩამოაღწია Crampon Point-ამდე, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 17500 ფუტის სიმაღლეზე, საბაზო ბანაკის ზემოთ მდებარეობს. და სწორედ იქ იმყოფებოდა საგარმართეს დაბინძურების კონტროლის კომიტეტი, ნაგვის შემგროვებელი ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია $1 მილიარდ 2026 წლის ევერესტის ასვლის ექსპედიციის მიერ დატოვებული ნარჩენების შეგროვებაზე. მათ შეწყვიტეს მუშაობა, აიხედეს ყინულოვან ფერდობზე და დაინახეს კაცი, რომელიც 6 დღის განმავლობაში ყველას მკვდარი ეგონა, როგორ მიათრევდა თავს მათკენ. მოკლედ თემას გადაუხვიოთ. ყოველთვე არის ისტორია, რომელიც არასდროს ხდება YouTube-ზე. ის იქ არის თუ გინდა. Patreon, ბმული ქვემოთ, ეხლა სად გავჩერდით? ნაგვის ეკიპაჟმა ჩანთები დაყარა, ყინულზე გადარბინა და მასთან მივიდა. მას ჰქონდა გატინული კიდურები, ფეხსაცმელი არ ეცვა, ძლივს ლაპარაკობდა, მაგრამ გონზე იყო. მოახვიეს, რაც კი თბილი ტანსაცმელი ჰქონდათ. მისცეს ცხელი წყალი და მაშინვე რადიოთი დაუკავშირდნენ საბაზო ბანაკს. რამდენიმე საათში დავა ვერკფრენით გადაიყვანეს მთიდან და პირდაპირ კატმანდუს საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ის ჯერ კიდევ ირებს სამედიცინო დახმარებას. შეხედეთ, ამ ამბობს ადვილად შეიძლება სასწაული უწოდოთ და გულწრფელად რომ ვთქვათ, გარკვეულწილად სწორედ ეს იყო. კაცი ჩავარდა ნაპრალში, მოტეხა ბარძაყის ძვალი, 2 დღე ბისკვიტებითა და ყინულით სიბნელეში გადარჩა. თოვლის ზვალმა გაათავისუფლა, რომელიც არ მოუთხოვია და გატეხილი ფეხით, ფეხსაცმლის გარეშე, ხუმბუს ყინულის ჩანჩქერიდან გამოძვრა. მაგრამ აუცილებელი იყო ასე ყოფილიყო. იმ მომენტიდან, როცა დავა ბოლოს ნახეს ყვითელ ზოლთან, ნის კომპანიას ერთი საქმე ჰქონდა, ხალხი ზევით დახმარებისთვის გაეგზავნა. იმიტომ რომ საკუთარ თავს ეს კითხვა დაუსვი. თუ ეს 35 წლის გადამხდელი ბრიტანელი ქალი ან 40 წლის ამერიკელი კაცი ყოფილიყო, ვთქვათ, გადამხდელი კლიენტი ან გუნდი, რომელსაც ათასობით ადამიანი უყურებდა ონლაინში GPS trackers და ის დაკარგულიყო, რამდენი დრო გავიდოდა მანამდე, სანამ ვერტმფრენები ჰაერში იქნებოდნენ. რამდენი დრო გავიდოდა მანამდე, სანამ ტელეფონი დარეკავდა. რამდენი დრო გავიდოდა მანამდე, სანამ სამთავრობო უწყებები ტელეფონზე იქნებოდნენ და განახლებებს მოითხოვდნენ. Hillary Dawa შერპას შემთხვევაში 6 დღე დასჭირდა, სანამ ერთი საძიებო ოპერაცია მაინც დაიწყებოდა. 6 დღე. და ისიც 8 ექსპედიციები იყო, ვინც სასოწარკვეთილ ოჯახს გამოეხმაურა. ურა და არა ის კომპანია, სადაც ის მუშაობდა. მისმა ძმისშვილმა Karma Gelje შერპამ პირდაპირ თქვა, რომ უსხველი თამსველი ყოფილიყო, სამაშველო ოპერაცია გაცილებით სწრაფად გაიმართებოდა. მაგრამ ის უბრალოდ მოხუცი ნეპალელი იყო. ცდება ის. დავა ახლა კატმანდუში საავადმყოფოს საწოლში წევს, ყინვისგან მიღებული დაზიანებებისგან იკურნება, რაც ალბათ თითებისა და ფეხის თითების დაკარგვად დაუჯდება. მისმა ქალიშვილმა პირადად უთხრა, რომ საბოლოოდ მაინც იწყებს კოლეჯში სწავლას. კომპანია, რომელმაც მასზე ხელი აიღო, ისევ იღებს კლიენტებს შემდეგი სეზონისთვის. Himalayan Traversმა იმ დილით გადაწყვიტა, რომ დავა უკვე მკვდარი იყო. ეს გადაწყვეტილება ერთადერთი მიზეზია, რატომაც არავინ დაბრუნებულა მისთვის. K2-ზე მომუშავე ექსპედიციის ორგანიზატორები ყოველ სეზონზე იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას. მაგრამ იქ ზემოთ ალპინისტები, რომლებსაც ტოვებენ, დაკარგულები არ არიან. ისინი ცოცხლები არიან ყველას თვალწინ და მაინც არ ღირს მათი გადარჩენისთვის რისკზე წასვლა. ასე გადააქცია ერთმა ჩამოვარდმილმა ყინულის ნატეხმა ეს ზუსტი გათვლა K2 ის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელ დრედ. იმის გასაგებად, თუ რატომ არავინ დაბრუნდა მათთვისაც კი, უდანახოთ რა მოხდა შემდეგ.